რომელი საათია? საშინლად მომწყინდა ყველაფერი. რომ იცოდე, როგორ მწყურია სიკვდილი, მაგრამ არ მოდის და მე დავეძებ ამ სიკვდილს. რომელი საათია? ახლა ის დროა, როცა ვერავინ შემიშლის ხელს. გალაქტიონმა გაშალა ფრთები. წამზომმა დაასრულა ათვლა. მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვა. $1959 წლის 17 მარტის საღამო, თბილისი. მილიციის სამორიგეომ შეტყობინება მიიღო. ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. გალაქტიონ ვასილიძე ტაბიძის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამონარიდების შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან. ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის პროკურატურის გამომძიებელს, პირველი კლასის იურისტს მახვილაძეს 19 საათზე ელსმენი შემატყობინა ქალაქის მორიგეს ხიტლაძემ, რომ მეოთხე სამმართველო საავადმყოფოში გადმოვარდა და სასიკვდილო დაზიანება მიიღო გალაქტიონ ტაბიძემ. აქვე, საავადმყოფოს ეზოში ვცხოვრობდი. შინ ვიყავი, როცა საშინელი, შემზარავი ყვირილის ხმა მომესმა. გამოვიქეცი, კიბეები ჩავირბინე. ადამიანი პირქვა დამხობილი იწვა. გადმოვაბრუნე და ბატონი გალაქტიონი დავინახე. იმ წუთას ხალხი მოცვივდა, მაჯა არ ისინჯებოდა, ბატონი გალაქტიონი გარდაცვლილი იყო. მედია ჩახუნაშვილი, ეგთანი. გავიქეცი მივარდი თავარეკინთან და ვხედავ ზის ბატონი ჯორბენაც უნივერსიტეტის პრორექტორი. თქვენ რა გქონდათ ბატონო სერგოუბნები? არაფერი ისე გამოვიარე. ისე კი არ გამოიარა და ურეკეს იურიდიულად შეიფორმებინათ ყველაფერი. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროკურორს ამხანაგ თოფურიძეს. მე ჩამოვედი საავადმყოფოს დირექტორის ამხანაგ კერესელიძის კაბინეტში. აქ დავუწყე მუსაიფი ამხანაგ კერესელიძეს, რომ ახლა შემხვდა ავადმყოფი გალაქტიონ ტაბიძე ნერვიულ განყოფილებაში თქო. ამის თქმა და კაბინეტში შემოირბინა ექიმმა ელენე კანდელაკმა და გვითხრა, ჩქარა ტაბიძე გადავარდნილა ფანჯრიდან და უშველეთო. ჩვენც გავიქეცით მაშინვე. დავათვალიერეთ ავადმყოფი გალაქტიონ ტაბიძე, რომელიც უკვე მკვდარი იყო. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ანდრია ღვამიჩავა. საავადმყოფოს დირექტორ კერესელიძის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან გვამი დაცემისთანავე გადატანილი ყოფილა შენობაში შესასვლელი კიბიდან 5 მეტრის მანძილზე მდებარე ავადმყოფთა მისაღებ ოთახში. აღნიშნულ ოთახში გვამი მოთავსებულია საკაცეზე გულაღმა. გვამი სწორი აგებულებისაა. კარგი კვების მამაკაცის გვამი. გვამი ხელის შეხებით თბილია. გვამური გაშეშება არ არის განვითარებული. გვამი გადატანილი იქნა ამავე საავადმყოფოს პროზექტურაში. დათვალიერება დამთავრდა 22 საათზე. ოქმი შევადგინე სასამართლოს გამომძიებელი მახვილაძე. თანდასწრებით შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელს აწერს სულ 13 პიროვნება. მანახეთ მეუთხარი. არა გამოიერე ცოტა ხნის მერე. და რომ მანახეს ნახევარსაც შემდეგ დამშვიდებული ღმერთი ვიზისმა. პოეტის გარდაცვალებიდან ერთი დღის გამოტოვებით ოფიციალური განცხადებით ღრმა მწუხარებას გამოხატავდა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება. პარტიის ცენტრალური კომიტეტი და მინისტრთა საბჭო პოეტის უკანასკნელ ნაბიჯზე არაფერს ამბობდა.
მწერალი ვახტანგ ჯავახაძე. სიკვდილის მიზეზად ტრაუმული შოკი დასახელდა. სრული სიმართლე არც პროკურატურამ აღიარა და დაასკვნა, რომ 1959 წლის 17 მარტს 18 საათზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა ავადმყოფი გალაქტიონ ვასილიძე ტაბიძე, რომელიც იქვე გარდაიცვალა. მწერალთა კავშირმა და მეცნიერებათა აკადემიამ თითქოს სხვათა შორის მიგვანიშნეს, რომ მიზეზი ალკოჰოლი იყო და სხვა არაფერიო. სამგლოვიარო დღეებში პარტიული საბჭოთა პრესა პოეტის შემოქმედების მისამართით საქებარ სიტყვებს უხვადიმეტებდა. იუწყებოდა, რომ გალაქტიონ ტაბიძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავდნენ. ხარჯებს სრულად სახელმწიფო გაიღებდა. მარტი ჭირვეული თვის სუსხიანი დღე. 4 საათზე სამგლოვიარო პროცესია მწერალთა სახლიდან რუსთაველის გამზირის გავლით მამა დავითისკენ დაიძრა. პოეტს უკანასკნელ გზაზე ათასობით თაყვანისმცემელი მიაცილებდა. ჯერ არასდროს არ ყოფილა თვარი ასე წყნარი. დუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქრონით იწვევს, ცისფერლანდებს და ხეებში აქსოვს, ასე ჩუმი, ასე ნაზი ერთსამი არ მახსოვს. თვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკთალი მძივით და მის შუქში გახეული სუბუქსის მარივით მოსჩას თვარი და მეტეხი თეთრად მელარე, არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი თვარე. აქ ჩემს ახლო აკაკის ლანცს ზინავს მეპურძილით, აქ სევდიან სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეპიდემიოვარსკვლავების ქსომა მხიარული, ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული და მეც მოვდე სიმღერებში თმის სევდიან გედად, on თვართო გამემსულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმაროეთ შეისხა ციდან ცამდე ფრთები და გაშალა ოცნებათა ლურჯი ალკდები, როგორ გზნով რომ სულისთვის ამ ზღავრო აღზარდა, სიკვდილის გზა არ არის ვარდისფერ გზის გარდა, რომ გზაზე ზღაპარია მგოსან ცითამავე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი ღამე, რომ აჩნდილო მეფეს ახლოს სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით მუტები, რომ წაყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი. ჯერ არასდროს არ ყოფილა თვარი ასე წყნარი. გალაქტიონი მთაწმინდაზე ავიდა. გათხრილი სამარე ვიწრო აღმოჩნდა. მე ის არ ვარ თქვენ რომ გგონიათ. კიდევ ერთხელ უთხრა გალაქტიონმა თანამედროვედ. რაღაც იდუმალი, გამოუთქმელი და ტკბილი სიხარული იმონებს მთელ ჩემს არსებას. არა, გაზაფხული ისეთივეა, როგორიც იყო შარშან და შარშანწინ. იგი არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. რაღაც ახალი მოხდა, ან უნდა მოხდეს. ველი. რათაა რომ ასე ხალისიანად ეგებება ჩემი გული ყველაფერს ირგვლივ. დღეს მე მთელი ქვეყანა მიყვარს. 1914 წლის გაზაფხული. გალაქტიონ ტაბიძე. რა დრო გასულა 4 ათეულ წელზე მეტი. ახლაც გაზაფხულია. ერთი არაფრით გამორჩეული დილა. თბილისი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა ნომერი 4. უკვე მრავალი წელია პოეტთან მისი ძმისშვილი ნოდარ ტაბიძე ცხოვრობს. არაჩვეულებრივი კაბინეტი იყო. დაულაკებელი, მოუწესრიგებელი. სადაც გალაქტიონის ნობდა თავს, როგორც მეფე. ვერც კი წარმოვიდგინე გალაქტიონი დალაგებულ ოთახში. გალაქტიონი ბოლო დროს ჯანმრთელობას ხშირად უჩივის. გული და წნევა აწუხებს. შფოთავს. ექიმებისგან მარტებით პოეტის ჯანმრთელობა მავნე ჩვევამ და ცხოვრების უკუღმართმა წესმა შეარყია. გალაქტიონი ალკოჰოლს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ეტანებოდა. საოჯახო არქივში
აღმოაჩინეთ წერილი დედამისისა დისადმი. დასთან აღსავნის 12 წლის გალაქტიონს და ასეთ რაიმეს წერს. გაუფრთხილდი 12 წლისაა და ლოთობა დაიწყო. ესე იგი ორგანიზმი მოითხოვდა თავისთავად ალკოჰოლის. ერთგვერდიან სამედიცინო დასკვნაში ვკითხულობთ. დიფსომანია, ალკოჰოლური შიმშილი, სპირტიანი სასმელის ბოროტად გამოყენება. ყველაფერმა ერთად ასაკში განსაკუთრებით იჩინა თავი. უკანასკნელ წლებში გალაქტიონი სულ უფრო დიდ დროს ატარებს საავადმყოფოში, თუმცა სტაციონარის მიღმა თავს ვერ ერევა, სასმელზე უარს ვერ ამბობს. ის დღეები საკმაოდ რთული და ძნელი გახალდათ. რომ დაიწყებოდა ეს საოცარი პროცესი, ხეთახან გრძელდებოდა. შესვენება არ იყო. შემოვარდებოდა ჩემს პატარა ოთახში და მიშველე ნოდარბდები. გავიქცეოდი მოვიტანდი არაღს. გადაკრავდა უხა გაშენა ღმერთმა გადავრჩი. ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. ვერავინ იფიქრებს, რომ სულ რაღაც 12-ოდე დღე გავიდა, რაც ვაკის რაიონის სამკურნალო კომბინატში პოეტმა მკურნალობის სამკვირიანი კურსი დაასრულა. ძმისშვილმა ბიძა დაიყოლია და გეზი ნაცნობი მისამართისკენ აიღეს. თითათრე ჩავსხდით. მანქანაში და გავსწრით. რომ მივახლობდი მეორე კორპუსს, მის გვერდით იყო ეს სამკურნალო კომბინატი. გააჩერებე უბნევშობას. შენ მიგითხავს, კარეკე და მივედით. ხშირად ვიგონებ ამ ფაქტს. სასაფლაო რომ არის იმის წინ დუქანი იყო. გადმოვიდა დალია. ჩავიჭიქით მე ეს სხვა მანქანაში და გავსწრით. რუსთავის პროსპექტზე თეატრის გვერდზე შემნახავ სალაროში. პური ქონდა შეტანილი და გამოვიტანა ეს. უკანასკნელი შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან ერთი დღით გადაიდო. ნოდარ დაბიძე 17 მარტი. გალაქტიონი ამ დილით ისე აგრესიული არ არის. თითქმის ყველაფერში მეთანხმება. ვაცმევ პალტოს და ვგრძნობ როგორ უკანკალებს ხელები. ასეთ დროს ერთადერთი საშველი არ აღია, მაგრამ დღეს არ შეიძლება. დღეს უნდა დავწვეთ. უბრად მოდის. მთელი გზა ისე გავიარეთ, ხმა არ ამოუღია. ავადობასთან ერთად ბოლო ჟამს თვითმკვლელობაზე ფიქრიც აეკვიადა. მისივე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე სააფთიაქო სამმართველოს ლაბორატორიაში საწამლავი ითხოვა. უარი უთხრეს. რესპუბლიკის პროკურორს ამხანაგ თოფურიძეს, საკონტროლო ანალიტიკური ლაბორატორიის თანამშრომლის ამხანაგ მიქაძის განმარტება. რამოდენიმე თვის წინა შემოიარა ჩვენთან. უჩიოდა რომ აწუხებდა ჩვენი წამლების სუნი. შემდეგ მომმართა მე და მთხოვა რაიმე საწამლავი. მეც ავუხსენი რომ ჩვენ საქმე არ გვაქვს შხამიან წამლებთან, რომ ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ მზა წამლებს, ხოლო რომ გქონოდა შხამები, რანაირად მოგცემდით მეთქი ძვირფასო გალაქტიონ. მტკვარში ნახტომისგან გენიოსი შემთხვევითობა მიხსნა. გალაქტიონი თავიდანვე უცნაური პიროვნება იყო და მიდრეკილი თვითმკვლელობისაკენ. სიღმაწვილეშიც სემინარიაში სწავლის დროს კარბობჟავა დალია და თავის მოკლა უნდოდა და გადარჩა. მაშინ იყო ასეთ შემთხვევები მოსწავლეებს შორის. შემდეგ ხონდა შემთხვევა გემით მიდიოდა სოხუმში და თვითონ წერს რომ ვაპირებდი გემიდან გადავარდნილი იყავი. მოსკოვიდან მოდიოდა მატარებლის და მატარების კარები გააღო გამცილებელმა მოძრავი მატარებლის და მაშინ აპირებდა იქიდან გადახტომას მე დაიკეტა კარები და უკვე გვიანარი ამბობს თვითონ და ეს თელი ცხოვრება გაზრდებდა გალაქტიონს, მაგრამ გალაქტიონმა ბოლომდე შეიკავა თავი და 59 წლამდე 68 წლის ვიდრე არ გახდა, თავი არ მოუკლავს. 17 მარტის
დილის 10 საათისთვის გალაქტიონის საავადმყოფოს პირველ სართულზე. სავარძელში მოკალათდა და წამზომმაც დაიწყო მოლოდინის ათვლა. პალატაში განთავსება ჭიანურდება. ის უკვე 2 საათზე მეტია, რაც საავადმყოფოს ფოიეშია. ყველა პალატა დაკავებულია და თავისუფალი ადგილები არ არის. განსაკუთრებული პაციენტებისთვის განკუთვნილი ეგრეთ წოდებული პალატა ლუქსი თბილისის ცენტრალური უნივერმაღის დირექტორს დაუკავებია. გალაქტიონისთვის არავის ცალია. ბოლთას ცემს და პერიოდულად პრესას ეცნობა. გაზეთი კომუნისტი იუწყება, რომ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს შალვა დადიანს თაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. პოეტის მეგობარი 2 დღით ადრე 15 მარტს აქვე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნეშთის გადასასვენებლად აქ ახლა სტუმრებს ელიან. დაახლოებით 12 საათისთვის საავადმყოფოში კონსტანტინე გამსახურდია. ირაკლი აბაშიძე, აკაკი ხორავა და ნიკოლოზ მუსხელიშვილი მოვიდნენ. უკანასკნელი შეხვედრა უფერული გამოდგა. უმრავლესობამ ხელი არ ჩამოართვა. ერთადერთი ირაკლი აბაშიძე მოვიდა და კითხა, როგორ ბრძანდებით ბატონო გალაქტიონ? სხვა არ მოხდა. გრიპიც ამიგო გრიპი მოთხრა და მოშინდა ხარ გრიპი მაქვს მეტერებია. გაურბოდა თქმას იმისაც რომ ალკოჰოლი იყო. კონსტანტინე გამსახურდია. გალაქტიონმა დამინახა თუ არა წამოდგა კოცნა მომინდომა, მე მას არ ვაკოცე. ხელი ჩამოვართვი და ცივად გავეყარე. შემეშინდა საუბარი არ გამიბას მეთქი. 17 მარტი სანანებლად მთელი ცხოვრების მანძილზე დამრჩა. კონსტანტინესა და გალაქტიონს ახლა ურთიერთობა ჰქონდათ კიდევ ადრე პერიოდში. მაგრამ არ შეიძლება ორი გენიოსი ერთად ყოფილიყო. დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა, როცა მეოთხე სართულზე 2 ადგილიან პალატაში მესამე საწოლი დადგეს. პალატა ნომერი 7. გალაქტიონს უთხრეს, მობრძანდით, შეიძლება რომ დაწვეთ, მაგრამ ის არ ადგა სავარძელიდან. დიდხანს იჯდა იქ, მერე ადგა, გაისეირნა, გამოისეირნა, მერე პალატაში შეიხედა და ისევ გარეთ გამოვიდა. ბოლოს დერეფანში გაჩერდა და ფანჯარაში იყურებოდა. მედია ჩახუნაშვილი, ექთანი. გალაქტიონმა პაციენტისთვის განკუთვნილი სტანდარტული ხალათი მოირგო. სამოსი ნოდარს შინ გაატანა და დაემშვიდობა. ნოდარ დაბიძე. გალაქტიონი მხარზე მადებს ხელს და მკოცნის. უთხარი, აბა წავედი ხვალ 12 საათზე აქ ვიქნები. უამრავ დავალებას მაძლევს. ჭავჭავაძის ქუჩაზე მიხვალ და მემანქანემ ბეჭდავს წიგნის ნაწილს გამოართმევ. შემდეგ გამომცემლობაში შეივლი და ელიზბარ უბილავასთან იკითხავ, როგორაა საქმე. არ დაგავიწყდეს, რომ მოხვალ ვეფხის ტყაოსანი წამომიღე. აბა შენიცი, როგორ მიაქცევ ჩემ წიგნს ყურადღებას. 2 საათისთვის სავალდებულო სამედიცინო ანკეტა გაიხსნა. პოეტი განყოფილების გამგემ და მკურნალმა ექიმმა გასინჯეს. დიაგნოზი ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. უკანასკნელ საათებს გალაქტიონი საავადმყოფოს ფოიეში ატარებს. პალატაში არ შედის. სამედიცინო პერსონალს ებაასება, ხაზგასმულად ყურადღებიანია და მოკრძალებული. წყნარი საათი დაიწყო. ექიმები წაბრძანდნენ, პაციენტები ისვენებდნენ. მეოთხე საათი იწყებოდა, როცა ის მორიგე ექიმმა სუსანა არაქელოვამ გასინჯა. სუსანა არაქელოვა. სულ ღიმილით მელაპარაკებოდა, თავაზიანად, არავითარი განსაკუთრებული მე მისთვის არ შემინიშნავს. გასინჯვის შემდეგ შევპირდი, რომ საღამოს კიდევ ვინახულებდი, შემდეგ მესამე სართულზე დავბრუნდი.
ცოტა ხნის შემდეგ სკამი აიღო და აივანზე გასვლა დააპირა. მედიცინის დამ ურჩია, რომ აივანი სველია და გასვლა არ ღირს. თუ გნებავთ, კარებს გავაღებ და აქვე დაბრძანდითო. გაუღიმა, დაეთანხმა, სკამი დადგა და დერეფანში გაისეენა. 6-ის ნახევარზე გალაქტიონს ნაცნობი მწერალი ვლადიმერ მაჭავარიანი შეხვდა. ის თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა. მწერალმა ლექსების წასაკითხად პოეტი მესამე სართულზე მიიწვია. გალაქტიონს უარი არ უთქვამს, თუმცა მოგვიანებით შეხვედრას დაპირდა. ვახტანგ ჯავახაძე კვლავ ბოლთას ცემდა და უკვე ისე მძიმედ ხვნეშოდა, რომ მახლობელ პალატაში ერთი ახალგაზრდა კაცის ყურადღება მიიპყრო. ის წიგნს კითხულობდა, იცნო ვინც წუხდა კარებს იქით, მაგრამ ყოყმანობდა, გამბედაობა თუ სითამამე არ იყო, გასულიყო და გასაუბრებოდა. ხალათის ჯიბეში თავის განუყრელ უბის წიგნაკთან და ფანქრის ნამლებთან ერთად ერთი კოლოფი რეკორდი და 3 კოლოფი ასანთი ედო. კოლოფში 6 ღერი პაპიროსი ეწყო. 3-ის მოწევა მოასწრო. ნამწოვები იმავე კოლოფში ჩააბრუნა. წამზომი არასრულ 6 საათს ითვლიდა. გალაქტიონი განყოფილების გამგის კაბინეტში უკანასკნელად შევიდა და მიხურა კარი. მოსის კი არ გონია, რომ ფანჯრიდან ხტება მესამე სართულიდან. მას გონია, რომ ზღვაში უნდა შეცურდეს. გამოაღო ფანჯარა. ავიდა სკამზე. გასავლელი დარჩა 13 მეტრი. დღეს უნდა გადავვარდე, თორემ ცუდ ხასიათზე ვარ. დღეს უსათუოდ. ოლი, მე აქ მალე საღამოს გავმართავ. საღამოს დიდებულად მოვაწყობ, ფული შემოვა. რა მინდებია, რომ იცოდე, საფხულია პირდაპირ. შეიძლება იების მოკრეფა. თუ მოვკრიფე, მოგიტან უსათუოდ. ჩემს საღამოზე მომიტანებენ ყვავილებს, ვინ იცის. მითხარი გიყვარ ვარცველებურად? მე მგონია არა. ჩემგვარი კაცი განა შეიძლება ვინმეს უყვარდეს. დადებითად ძლიერი ჩემში არაფერი არ არის. ჩემი საღამო საცოდავად ჩატარდა. არავინ არ მოვიდა. მრცხვენია პირდაპირ. ჩემზე ძალიან ბევრს ნუიფიქრებ. ნუ დამივიწყებ. მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ. ვნახოთ რა იქნება. ვნახოთ.